ღარიბი ცოლ-ქმარი ოთახში იჯდა. კაცი მაგიდასთან, ცოლი ლოგინზე. ცოლმა უთხრა: წადი იქნებ ბედზე წიო რამეს, საჭმელიც არ გვაქვსო. წავიდა კაცი, გაიდო ბეჭზე ჯოხი და დაემშვიდობა მეუღლეს. გზაზე მიდიოდა ჩაფიქრებული, ირგვლივ პურის ყანა ჰყვაოდა. უცბად დაინახა გზაზე დაგდებული თაფლით სავსე ქილა. გაიხარა ღარიბმა კაცმა, ახლა ამას წავიღებ და გავყიდი, ფულს გადამიხდიან, ამ ფულით კიდე საჭმელს ვიყიდი და ერთხელ მაინც მდიდრულად და ადამიანურად ვივახშმებო. ცოლი არც კი გაახსენდა. განაგრძო გზა, წინ შემოხვდა მდინარე და მასზე გადებული საცალფეხო ხიდი. კაცი გავიდა ხიდზე, მაგრამ ფეხი აუცურდა, ხელი გაეშვა თაფლით სავსე ქილისათვის და წაიქცა. ქილა კი წყალში ჩავარდა, დაღონდა კაცი და ნაპირზე აცრემლებული ქვაზე ჩამოჯდა. აქ შეიძლება ქართული გამონათქვამი გაახსენდეს კაცს, ჯერ გადახტი და ჰოპ მერე თქვიო.